მოგესალმებით ჩემო ერთგულო გამომწერებო და სტუმრებო, შეგახსენებთ ეს არის არხი თამაში, სადაც თქვენი ხელით შეგიძლიათ ჩემთან ერთად შექმნათ ამიგურუმის უსაყვარლესი სათამაშოები. როგორც გახსოვთ, ჩვენ გვსოვთ ირემს და დღევანდელ ვიდეო გაკვეთილზე ჩვენ დავასრულებთ ირმის ქსოვას. ასე რომ ვისაც ჯერ არ დაგიწყიათ ამ უსაყვარლესი ირმის ქსოვა, აუცილებლად შემომიერთდით და მოგსოვეთ ჩემთან ერთად დეტალური ვიდეო გაკვეთილების დახმარებით. როგორც უკვე გითხარით, დღეს ვასრულებთ ირმის ქსოვას. დღევანდელ ვიდეო გაკვეთილზე მოვგზავნებთ ირმის რქებს, ასევე მივაკერებთ ყურებს, მივაკერებთ დრუნჩს, ცხვირს და გავაფორმებთ ირმის სახეს. ასევე შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ გააფორმოთ ირმის შარვალი, მაისური, მე ესე ღილები დავაკერე და თითქოს უფრო გამოცოცხლდა ირემი. აი ესე გამოიყურება სათამაშო უკნიდან. დამეთანხმებით არის ძალიან საყვარელი პატარა ირემი. სათამაშო არის დაახლოებით 15-16 სანტიმეტრი და რქების ჩათვლით 19-20 სანტიმეტრი. მაშინ ასე დარჩით ჩემთან ერთად ბოლომდე, ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილი გველოდება წინ და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება, რადგან ეს მნიშვნელოვანია ჩემი ქართული არხის განვითარებისთვის. მაშინ ასე დავიწყოთ ვიდეო გაკვეთილი და გაკვეთილს ვიწყებთ რქების ქსოვით. მოვგზავნოთ ამიგურუმის მარყუჟი და ამიგურუმის მარყუჟი ჩავამაგროთ ერთი ჰაეროვანი თვალით. ამიგურუმის მარყუჟში უნდა ამოვგზავნოთ 6 უნამატო თვალი. 1, ეს მეორე, ეს მესამე, შემდეგ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე უნამატო თვალი. ამის შემდეგ შევკრათ ამიგურუმის მარყუჟი და ვქაჩოთ მოკლე ძაფი ისე რომ შეიკრას მარყუჟი და შუაში ადგილი არ დარჩეს. მოვამთავრეთ პირველი რიგი და პირველი რიგის ბოლოს აუცილებლად ჩავამაგროთ მარკერი. რადგან მარკერი ჩვენ გვეხმარება რიგების თვლაში. გადავდივართ მეორე რიგზე და უნდა მოვგზავნოთ მეორე რიგში 2 უნამატო თვალი და ნამატი. ეს მოვგზავნეთ მეორე უნამატო თვალი, შემდეგ მოვგზავნოთ ნამატი. 1 თვალიდან ამოვგზავნოთ 2 უნამატო თვალი. გავაგრძელოთ, მოვგზავნოთ ისევ 2 უნამატო თვალი, ეს 1, შემდეგ თვალში მეორე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მოვგზავნოთ ნამატი. 1 თვალიდან ამოვგზავნოთ 2 უნამატო თვალი. მოვამთავრეთ მეორე რიგი, მოვგზავნეთ 2 თვალი ნამატი და ეს კომბინაცია გავიმეორეთ 2-ჯერ და მეორე რიგის ბოლოს გვაქვს 8 უნამატო თვალი. მესამე რიგიდან მეხუთე რიგის ჩათვლით უნდა მოვგზავნოთ უცვლელად 8 უნამატო თვალი გარშემო. რადგან არის პატარა დეტალი და საკმაოდ რთულია ქსოვა, მოდით პირველი რიგი მოვგზავნოთ ერთად. რადგან ბევრმა შეიძლება სწორედ ახლა აიღო ყაისნაღი ხელში და შემოუერთეთ ჩვენ ვიდეო გაკვეთილებს. ეს მოვგზავნოთ მეორე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მოვგზავნოთ მესამე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მოვგზავნოთ მეოთხე უნამატო თვალი, შემდეგ მოვგზავნოთ მეხუთე უნამატო თვალი, შემდეგ მოვგზავნოთ მეექვსე უნამატო თვალი, შემდეგ თვალში ვგზავნოთ მეშვიდე უნამატო თვალს, მივუახლოვდით მარკერს, დაგვრჩა ერთი თვალი მოსაქსოვი და მოვგზავნოთ მერვე უნამატო თვალი. დავასრულეთ მესამე რიგის ქსოვა, ნახეთ უკუღმა მხრიდან ამოტრიალდა ჩვენი დეტალი და მე გითხარით უკვე რომ როცა ვგზავნთ მჭიდროდ და ვგზავნთ პატარა დეტალს, აქვს პატარა დეტალს ეს თვისება, ამიტომ აუცილებლად ამოატრიალეთ ნაქსოვი წაღმა მხრიდან. მეოთხე და მეხუთე რიგი მოგგზავნეთ დამოუკიდებლად. დავასრულეთ მეხუთე რიგის ქსოვა, ამოვწიოთ ძაფი და შეგვიძლია გადავჭრათ, რადგან ერთი დეტალის ქსოვა უკვე დავასრულეთ და მეორეც ზუსტად ანალოგიური დეტალი უნდა მოვგზავნოთ 5 რიგის ჩათვლით. ამოვწიოთ მარკერიც, აღარ გვჭირდება და როგორც გითხარით, მეორე დეტალიც მოგგზავნეთ ზუსტად ანალოგიურად, მხოლოდ მეორე დეტალზე
ძაფი არ გადაჭრათ, რადგან ეს ორი დეტალი უნდა შევაქსოვოთ ერთმანეთს. ანუ გსოვთ მეხუთე რიგის ჩათვლით ზუსტად ანალოგიურ დეტალს. ვხსოვეთ მეორე ზუსტად ანალოგიური დეტალი და ვაგრძელებთ ქსოვას. უნდა შევაერთოთ ეს ორი დეტალი ერთმანეთს. ჩავიდეთ მოდით აი ამ თვალში. აი ამ თვალში ჩავიდეთ. ესე. და დეტალის გარშემო უნდა მოვხსოვოთ 8 უნამატო თვალი. ეს მოვხსოვეთ 1 უნამატო თვალი. შემდეგ თვალში მოვხსოვოთ მეორე უნამატო თვალი. შემდეგ თვალში მესამე უნამატო თვალი. შემდეგ თვალში ვხსოვთ მეოთხე უნამატო თვალს. შემდეგ თვალში მეხუთე უნამატო თვალი. შემდეგ თვალში მოვხსოვოთ მეექვსე უნამატო თვალი. შემდეგ თვალში მეშვიდე უნამატო თვალი. აი ესე. და შემდეგ თვალში მოვხსოვოთ, აი აქ ზუსტად ნახეთ, მერვე უნამატო თვალი. ამით ჩვენ მოვამთავრეთ ერთი დეტალის ქსოვა, რადგან როგორც გვახსოვს, რიგის გარშემო გქონდა ორივე დეტალზე 8 უნამატო თვალი. გადავიდეთ შემდეგ დეტალზე და ნახეთ, აი ამ ადგილზე ჩავიდეთ და მოვხსოვოთ 1 უნამატო თვალი. შემდეგ თვალში მოვხსოვოთ მეორე უნამატო თვალი. ამ დეტალის გარშემოც უნდა მოვხსოვოთ 8 უნამატო თვალი. მოგხსოვეთ ეს 8 უნამატო თვალი დამოუკიდებლად და შევხვდებით ერთმანეთს. დავასრულეთ მეექვსე რიგის ქსოვა, შევაერთეთ ორი დეტალი და რიგის გარშემო გვაქვს 16 უნამატო თვალი. დააკვირდით თქვენ ნახსოვში ორი დეტალის შეერთების ადგილს როგორ გაქვთ შეერთებული? თუ ადგილია დარჩენილი, მაშინ ეს სწორედ მოკლე ძაფი ამაში გამოგვადგება, რომ სწორედ ამ ძაფის დახმარებით შეგვიძლია ამოვავსოთ ცარიელი ადგილი ისე, რომ არც შეემჩნევა. მე ეს არ მჭირდება, ამიტომ ჩვეულებრივად გავაგრძელებ ქსოვას. მოვამთავრეთ მეექვსე რიგი და ამ ეტაპიდან უკვე ეს ადგილია ჩვენი რიგის საწყისი, ამიტომ ჩავამაგროთ მარკერი და გადავდივართ მეშვიდე რიგზე. მეშვიდე რიგში ჩვენ გვხსოვთ 2 უნამატო თვალი და 1 კლება. ეს მოვხსოვეთ 1 უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მოვხსოვოთ მეორე უნამატო თვალი. აი ესე და შემდეგ თვალში მოვხსოვოთ კლება, ოღონდ კლება მოვხსოვოთ მთლიან კედელზე, რადგან დეტალი პატარაა და ამ ეტაპზე ესე უფრო მოსახერხებელია. მოვხსოვეთ 1 კლება. გავიმეოროთ. მოვხსოვოთ 1 უნამატო თვალი. შემდეგ თვალში მოვხსოვოთ მეორე უნამატო თვალი. და შემდეგ მოვხსოვოთ კლება. 2 თვალიდან ამოვხსოვოთ 1 უნამატო თვალი. მეექვსე რიგში ჩვენ უნდა გავიმეოროთ კომბინაცია 2 თვალი კლება და ეს უნდა მოვხსოვოთ 4 ჯერ. გავაგრძელოთ, თქვენთან ერთად მოვხსოვა ამ რიგს 1 უნამატო თვალი, შემდეგ თვალში მოვხსოვოთ მეორე უნამატო თვალი. შემდეგ მოვხსოვოთ კლება 2 თვალიდან ამოვხსოვოთ 1 უნამატო თვალი. გავიმეოროთ იგივე 1 უნამატო თვალი. შემდეგ თვალში მოვხსოვოთ მეორე უნამატო თვალი. აი ესე. და შემდეგ მოვხსოვოთ კლება. 2 თვალიდან ამოვხსოვოთ 1 უნამატო თვალი. და მოვხსოვეთ ეს კომბინაცია გავიმეორეთ მეოთხე ჯერ. მოვამთავრეთ მეშვიდე რიგის ქსოვა და რიგის ბოლოს გვაქვს 12 უნამატო თვალი. გადავიტანოთ მარკერი. გადავდივართ მერვე რიგის ქსოვაზე, მაგრამ მოდით სანამ მერვე რიგის ქსოვას დავიწყებთ, ეს მოკლე ძაფი ჩავმალოთ, რადგან ქსოვაში ხელი არ შეგვიშალოს და შემთხვევით ყაისნაღი არ წამოვდოთ და არ გავირთულოთ ქსოვის პროცესი, რადგანაც ისედაც პატარა დეტალს ვქსოვთ, თან ვქსოვთ მჭიდროდ და ცოტა რთული მოსაქსოვია. აი ესე ჩხირის დახმარებით ჩავმალავ
დარჩენილ მოკლე ძაფს და ქსოვის დროსაც ხელი აღარ შეგვეშლება. გავაგრძელოთ ქსოვა. როგორც გითხარით, გადავედით მერვე რიგის ქსოვაზე და მერვე რიგშიც ვქსოვთ ანალოგიურად. ორი თვალი კლება და ვიმეორებთ ამ კომბინაციას სამჯერ. მოვქსოვოთ. ეს ერთი უნამატო თვალი. შემდეგ თვალში მოვქსოვოთ მეორე უნამატო თვალი. და შემდეგ მოვქსოვოთ კლება ორი თვალიდან და მოვქსოვოთ ერთი უნამატო თვალი. მერვე რიგში ჩვენ ვქვსოვთ ორი თვალი კლება. ეს კომბინაცია უნდა გავიმეოროთ სამჯერ და რიგის ბოლოს გვექნება 9 უნამატო თვალი. დავასრულეთ მერვე რიგის ქსოვა. ორი რიგი მე-9 და მე-10 რიგი უნდა მოგხსოვოთ უცვლელად 9 უნამატო თვალი გარშემო. შევხვდებით ერთმანეთს მე-10 რიგის ბოლოს. მოვხსოვეთ მე-10 რიგი და ამით დავასრულეთ რქის ქსოვაც. მოვხსოვოთ ერთი შემაერთებელი თვალი, ერთი ჰაეროვანი თვალი. დავტოვოთ ძაფი ისე, რომ შემდეგ დეტალის თავზე მიკერება შევძლოთ და შეგვიძლია ძაფი გადავჭრათ. მოვხსოვოთ მეორე დეტალი ზუსტად ანალოგიურად და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ორივე დეტალი გამოვიდეს თანაბარი. მოდით ახლა მსუბუქად შევავსოთ რქას სინთიფონით. არის საკმაოდ მჭიდროდ ნაქსოვი დეტალი. შეიძლება ფორმას თვითონვე იღებდეს, მაგრამ მაინც უმჯობესი იქნება, თუ მსუბუქად შევავსებთ ესე ჭხირის დახმარებით სინთიფონით. ერთადერთი რასაც აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება არის ის, რომ როგორც გითხარით, ორივე დეტალი უნდა იყოს თანაბარი ზომის და ასევე ორივე დეტალი შეავსეთ თანაბრად სინთიფონით. მინდა აქვე გითხრათ, რომ ესეთი დეტალები, რაც უნდა მოიქსოვოს ორ-ორი, მაგალითად ხელები, ფეხები, ფეხსაცმელები, რქები, ანუ რაც იქსოვება ორ-ორ დეტალად, აუცილებლად მოგხსოვეთ ერთი და იმავე დღეს, რადგან ჩვენ გვაქვს სხვადასხვა დღეს სხვადასხვანაირი ქსოვის სიმჭიდროვე, ამიტომ შეიძლება დეტალები სხვადასხვა დღეს მოგხსოვილი დეტალები ზომაში განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და გირჩევთ, რომ ყველა ესეთი წყვილად მოსაქსოვი დეტალი მოგხსოვოთ ერთი და იმავე დღეს. მოდით ამ ეტაპზე ირემს მივაკეროთ დრუნჩი. მოუძებნით შესაფერისი ადგილი დრუნჩის, რომ თვალებიდან იყოს თანაბრად დაშორებული, ასევე ლოყებიდანაც, ანუ სიმეტრიულად იყოს ორივე მხარე. ჩაამაგრეთ ესე ქინძის თავებით, თითქმის ყველა თვალში ჩაარჭეთ ქინძის თავი, ესე უფრო ზუსტად განსაზღვრავთ იმ ადგილს, თუ სად უნდა ჩახვიდეთ ნემსით და სად ამოხვიდეთ და დავიწყოთ შემოკერება. რა თქმა უნდა, ამჩნევთ ამ ვიდეოში ირმის წამწამები გაკეთებული მაქვს უკვე, მაგრამ ჩამაგრებულიც მაქვს, მაგრამ მე ეს არ მომეწონა, რადგან შეამჩნევთ შემდეგ ვიდეოს მსვლელობის დროს, რომ წამწამები კარგად დაჭიმული არ არის. მე ეს მომენტი სპეციალურად არ ამოვჭერი და ცალკე კამერის იქით არ გავაკეთე, რადგან მინდა ზუსტად თქვენს განახოთ, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეცდომის გამოსწორება ნაქსოვის სათამაშო შემთხვევაში. მოდით დავუბრუნდეთ დრუნჩის შემოკერებას. ესე ქვემოდან გამოვატაროთ დრუნჩს ნემსი, რომ ეს ძაფი ჩავმალოთ, ესეთი სახე რომ მიიღოს და მოდით ახლა დავიწყოთ. ერთი თვალი ამოვიყვანოთ ირმის თავიდან, ნახეთ ზუსტად ერთი თვალი. შემდეგ ზემოდან ჩავდივართ ირმის დრუნჩში და აქაც ჩავდივართ მხოლოდ ერთ თვალში, ჩავდივართ ზემოდან, ნახეთ. გამოვდოთ ნემსი ერთ თვალს და გამოვატაროთ ძაფი. გავიმეოროთ იგივე, თავზე საიდანაც ამოდის ძაფი, ნახეთ, ზუსტად იმ წერტილში ჩავდივართ და ამოვდივართ ერთი თვალის იქით. დააკვირდით, აი ესე. ამოვიტანოთ ძაფი, შემდეგ მოვდოთ დრუნჩს, აი ესე და ზემოდან ქვემოთ გამოვატაროთ ნემსი. აი ეს. ანუ ვიმეორებთ თანმიმდევრობას თავი დრუნჩი თითო თვალით მივიწევთ წინ და მივყვებით დრუნჩის კონტურს. ვაგრძელებთ შემოკერებას, ჩავიდეთ დრუნჩის თვალში. აი ესე, არ გამოვდოთ არაფერს. და შემდეგ
თავის ერთ თვალში. ამოვიყვანოთ ძაფი, აი ესე. გავაგრძელოთ. იმედია ყველაფერს კარგად ხედავთ კამერაზე. ისევ დრუნჩის ერთი თვალი. აი ესე. და შემდეგ ისევ თავში. აი ამოვიყვანოთ ესე შემდეგ თვალში. გააგრძელეთ შემოკერება, მიყევით აუცილებლად დრუნჩის კონტურს და თან აუცილებლად შემოკერების დროს სიმეტრიას დააკვირდით, რომ სიმეტრიულად აკერებდეთ. რა თქმა უნდა, შემდეგ თუ რაღაცა შეცდომა მოგივიდათ და ნახეთ, რომ შეცდომითაა შემოკერებული, სანამ ძაფს ჩაამაგრებთ, შეგიძლიათ დაარღვიოთ და ხელმეორედ მიაკეროთ, მაგრამ ზედმეტი საწოდებელი რო არ გახდეს, ჯობია თავიდანვე მიაქციოთ ყურადღებას, რომ ორივე თვალთან მიმართებაში და ლოყებთან მიმართებაში თანაბრად იყოს დრუნჩი სახეზე გადანაწილებული. ესე გააგრძელეთ შემოკერება და შემოაკერეთ მანამ სანამ პატარა ადგილი არ დაგრჩება შემოსაკერებელი და შევხვდებით ერთმანეთს. შემოვაკერეთ დრუნჩი და დარჩა პატარა ნაწილი შემოსაკერებელი და სწორედ ამ დროს დრუნჩი შევავსოთ სინთიფონით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სუშის ჩხირი, საწერკალამი, ფანქარი, ნებისმიერი ნივთი, რომელიც გაგიმარტივებთ დრუნჩის სინთიფონით ამოვსებას. მას შემდეგ, რაც შეავსებთ დრუნჩს სინთიფონით, დარჩენილი ნაწილიც მიაკერეთ და მოდით დრუნჩის მიკერების შემდეგ ძაფი ჩავმალოთ. ჩავიდეთ იქვე დრუნჩთან ახლოს და გამოვიტანოთ უკანა მხრიდან. გამოვიტანოთ ზუსტად იმ წერტილში, სადაც გვაქვს გამოტანილი ის ძაფი, რომლითაც თავზე შევკარით 6 ნახევართვალი. აი ესე ზუსტად იმ თვალში გამოვიყვანოთ ნემსი. ნახეთ, შევასწოროთ ახლა დრუნჩი, სახე, რომ არ მოიჭიმოს ძალიან. ჩავამაგროთ ეს ორი ძაფი, გავაკეთოთ რამდენიმე კვანძი. 2, 3, არა აქვს მნიშვნელობა, ძალიან არ დაჭიმოთ. რადგან შემდეგ შეიძლება სახემ და დრუნჩმა დეფორმაცია მიიღოს. გადავჭრათ ძაფი. და ყაისნაღის დახმარებით ჩამაგრებული ძაფი ჩავმალოთ ნაქსოვში. ჩავიდეთ თვალს შორის ყაისნაღით. გამოვდოთ მორჩენილი ძაფი ყაისნაღის კაუჩს და ესე გამოვატაროთ, ნახეთ, გავქაჩოთ შიგნით. კიდე თუ დაგვრჩა, კიდე გამოვდოთ ყაისნაღს და გამოვქაჩოთ შიგნით, ჩავმალოთ ნაქსოვში. შემდეგ ესე ნემსის საშუალებით გავასწოროთ ნაქსოვი და ძაფით ჩამალულია. დრუნჩში შევასწოროთ სინთიფონი და თანაბრად გადავანაწილოთ ნაპირებშიც და შუაშიც. ნახეთ, თუ კარგად დააკვირდებით, ჩანს ვიდეოში თუ რატომ მომიდა წამწამი გამომეცვალა, რადგან ეს წამწამი არის ძალიან თავისუფლად ჩამაგრებული. დავამაგროთ ცხვირიც, ნახეთ, დრუნჩიდან პირველი, მეორე რიგი გამოვტოვე და შემდეგ მივამაგრე დრუნჩი. მოუძებნეთ დრუნჩს ზუსტად ცენტრალური შუა ნაწილი და ჩაამაგრეთ ქინძის თავი. რადგან ცხვირი არის პატარა დეტალი, მოდით ჩვენ მისაკერებელი ძაფი გავყოთ შუაზე. ეს ძაფი შედგება 4 ღერისგან და მოდით გამოვიყენოთ მხოლოდ 2 ღერი. შეგიძლიათ პატარა დეტალები დააკეროთ ესეთი პატარა ძაფით, რადგან ძალიან უხეშად არ გამოჩნდეს პატარა დეტალზე მიკერებული სქელი ძაფი. ცხვირს ვაკერებთ ზუსტად ისე, როგორც მივაკერეთ დრუნჩი. ერთი თვალი დრუნჩიდან, მეორე თვალი ამოვიყვანოთ ცხვირიდან. მივყვეთ ესე მონაცვლეობით, ერთი თვალი დრუნჩიდან, ერთი თვალი ცხვირიდან და მივაკეროთ მთლიანი ცხვირი დრუნჩს. ამ შემთხვევაში სინთიფონის გამოყენება არ გვჭირდება ცხვირისთვის, რადგან არის პატარა დეტალი და არის საკმაოდ მყარი. მოდით დავმალოთ ძაფები ნაქსოვის შიგნით. ჯერ ამოვიყვანოთ ერთი ძაფი თვალს შორის. შემდეგ იმავე თვალში ამოვატაროთ მეორე ძაფიც, ანუ მეორე ნახევარიც. შევკრათ რამდენიმე კვანძით, გადავჭრათ ძაფი და ჩავმალოთ ნაქსოვის შიგნით. აი ესეთი საყვარელი წითელცხვირა ირემი გამოგვივიდა. მოდით მივაკეროთ ირემს ყურები.
ყურები უნდა მივამაგროთ მე-16, მე-17 რიგებს შორის. თქვენ კარგად გახსოვთ, თავის ქსოვა რომ დავიწყეთ, პირველი რიგი იყო ნამატების რიგი. სწორედ ნამატების რიგია პირველი რიგი. შემდეგი მეორე რიგი, შემდეგ მოდის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17. აი სწორედ მე-16 და მე-17 რიგებს შორის უნდა ჩავამაგროთ ყური ქინძის თავი და სწორედ აქ მივამაგროთ. ყური შეგიძლიათ მიამაგროთ ესე, შეგიძლიათ მიამაგროთ ესე, ან ესე. ეს თქვენზეა დამოკიდებული, რომელი უფრო მოგწონთ, როგორც უფრო მოგწონთ. მე პირადად ესე უფრო მომწონს და ესე მივამაგრებ ყურს. ქინძის თავებით დააფიქსირეთ ყური იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც გინდათ მიამაგროთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ ზუსტად ერთ ზოლზე მიამაგროთ და რა თქმა უნდა დაიცავით პროპორცია ყურებთან მიმართებაში. როგორც გახსოვთ, ბოლოს ჩვენ ყურებზე ამოგხსოვეთ 4 უნამატო თვალი და სწორედ ამ 4 თვალით უნდა ჩავამაგროთ მე-16 და მე-17 რიგებს შორის. მივყვები სწორედ ზოლს და ჩავდივარ ერთ თვალში, ნახეთ, აი ერთ თვალში ამომყავს ნემსი. აი ესე ამოვიყვანოთ, მოდით ქინძის თავი მოვაცალოთ, აღარ გვჭირდება. აი ესე. და შემდეგ ნახეთ, ყურს ზემოდან მოვდოთ, აი ნახევარ თვალში მოვდოთ. აი ამ თვალში, ნახეთ, 4 თვალი გვჭირდება, აი პირველ თვალში მოვდოთ. ნემსი და გამოვიტანოთ და ჩავამაგროთ. აი ნახეთ, ესე. შემდეგ ჩავდივართ თავის მეორე თვალში. აი ეს მოვხსნათ, უკეთესად გამოჩნდება, ნახეთ, ჩავდივართ თავის მეორე თვალში. ამოვიყვანოთ ნემსი და ყურის მეორე თვალის წინა კედელში, ნახეთ, აი ზემოდან მოვდოთ წინა კედელს. აი ესე. გამოვატაროთ ნემსი და დავაფიქსიროთ ყური, მოვჭიმოთ ძაფი. გავაგრძელოთ. შემდეგ ჩავდივართ თავის მესამე თვალში. აი ესე. შემდეგ ჩავდივართ ყურის მესამე თვალში. აი ესე. წინა კედელში მხოლოდ და მხოლოდ მოვჭიმოთ ძაფი და დავაფიქსიროთ ყური. შემდეგ ჩავდივართ თავის მეოთხე თვალში. აი ესე. და ყურის მეოთხე თვალში. თვალის წინა კედელში, ნახეთ, აი ორ თვალს ერთდროულად მოვდოთ, მოდით, აი ამას და ამას, უფრო კარგად რომ დავაფიქსიროთ ყური, მოვდოთ ორ თვალს, ერთი თვალია მეოთხე თვალის წინა კედელი და ერთია ჰაეროვანი თვალი, აი ესე. აი ესე და ყური თითქმის ნახევრად მიკერებული გვაქვს, მაგრამ ესეთ პოზიციაში მე ყური არ მომწონს. ამიტომ მივამაგროთ ყურის ქვედა ნაწილიც და ნახეთ, ყურის ქვემოთ ჩავდივართ ახლა და გამოვდივართ თავის თვალში. აი ზუსტად ყურის ქვემოთ მოვეკეცით და მოდით მივაკეროთ ახლა, აი ესეთ ცუდი დგომი აქვს ყურს და ეს ნამდვილად არ მომწონს, ამიტომ აუცილებლად მოითხოვს ქვედა ნახევართვალით მიკერებასაც. მოდით ახლა იგივენაირად ზუსტად ერთი თვალი თავიდან და ერთი თვალი ყურიდან მივაკეროთ ყურის ქვედა 4 თვალით. ნახეთ? ესე. ჩავიდეთ თავის ერთ თვალში და მოვძებნოთ ნახევართვალი ყურის. აი გამოვატაროთ ისევ ზემოდან და მოვქაჩოთ ძაფი. გავიმეოროთ იგივე. ნახეთ? ისევ ჩავდივართ თავის შემდეგ თვალში და ყურის ქვედა ნახევართვალში. აი ეს. ეს მეორე.
გავაგრძელოთ. შემდეგ თავის მესამე თვალი. აი ესე. და ყურის მესამე თვალი. მოვდოთ ნახევარ კედელს. ერთი ნახევარ თვალით მივაკერეთ ყურის ზედა ნაწილი და მეორე ნახევარ თვალით მივაკეროთ ყურის ქვედა ნაწილი. აი ესე. ყოველ ჯერზე გამოვქაჩეთ ძაფი კარგად, რომ კარგად მიკერდეს ყური თავზე. აი ესე მივაკერეთ და ვნახოთ, აბა ნახეთ, აი ესეთი ყური გამოგვივიდა, ესეთი მიკერებული და ვფიქრობ ესე უფრო ლამაზია. ძაფი რომელიც დაგვრჩა ყურის მიკერების შემდეგ, იგივე მეთოდით გამოვიყვანოთ თავის უკან, აი ესე ნახეთ, თვალს შორის. გამოვიტანეთ ძაფი, გავქაჩოთ და გავასწოროთ აი ეს ადგილი. ზუსტად ანალოგიურად მიაკერეთ მეორე ყურიც და მეორე ყურის მორჩენილი ძაფიც გამოიტანეთ ესე თავის უკნიდან. და ნახეთ აუცილებლად დაიცავით ის სწორი ხაზი, რომლის დახმარებითაც ერთ ზოლში იქნება ორივე ყური მიკერებული. აი ნახეთ, დავაყერეთ ორივე ყური. მორჩენილი ძაფები გამოვიტანეთ თავის უკან. გავაკეთოთ რამდენიმე კვანძი და ჩავამაგროთ ძაფები და ჩვენ უკვე ვიცით ის ჯადოსნური ხერხი, რითაც შეგვიძლია შეუმჩნევლად ჩავმალოთ ძაფი ნაკსოვი დეტალის შიგნით. მოდით დავაკეროთ ირემს რქები. აი ეს არის ის 6 თვალი, რომელიც ჩვენ ჩავხურეთ თავზე და მოდით ეს 6 თვალი იყოს ჩვენი ათვლის წერტილი. გადავთვალოთ მოდით, აი ამ 6 თვალიდან ერთი არა და მეორე რიგი, აქეთაც პირველი არა და მეორე რიგი და აი ამ რიგებში მოვათავსოთ რქები. აი დააკვირდით ერთი მეორე და აქ გავუკეთოთ და აქეთაც იგივე. ერთი მეორე და აი გავუკეთოთ აი ამ ადგილას. მოდი ჩავამაგროთ ახლა ქინძის თავებით. ჩავამაგრეთ ყურები ქინძის თავებით და აუცილებლად დაუკვირდით პროპორციებს. შეადარეთ, რომ ყურებიდან დაშორება იყოს თანაბარი, ზოგადად ერთმანეთთან მიმართებაში თანაბარი იყოს. უკნიდანაც შეხედეთ აუცილებლად, ნახეთ, მოატრიალეთ და მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ ყველაფერი პროპორციულადაა, დავიწყოთ რქების მიკერება. ჩვეულებისამებრ ვაკერებთ, თავიდან ამოვიყვანოთ აი ესე ერთი თვალი. ნახეთ, ერთი თვალი ამოვყავს თავიდან. აი ესე. და ერთი თვალი, აი ესე, ნახეთ, ერთი სრული თვალი და არა მხოლოდ წინა კედელი, სრული თვალი ჩავამაგროთ რქიდან. გამოვქაჩოთ ძაფი. გავაგრძელოთ ისევ ერთი თვალი თავიდან. მიყევით აუცილებლად რქის კონტურს და არ გამოხვიდეთ რქის კონტურის გარეთ, რადგან შემდეგ უშნოთ დაეტყობა ნაკერი გზასათამაშოს. აი ესე ერთი თვალი ამოვიყვანოთ ისევ რქიდან. ესე მიყევით და შემოვაკერეთ ორივე რქა. ერთი თვალი თავიდან, ერთი სრული თვალი რქიდან. აუცილებლად, როგორც უკვე გითხარით, მიყევით რქის კონტურს. შემოვაკერეთ ორივე ყური ირემს და ნახეთ უკვე ესეთ საყვარელი სათამაშო გამოგვდის. გახსოვთ გითხარით, რომ არ მომწონს ირმის წამწამი და მოდით უკვე თითქმის დასრულებულ სათამაშოზე გავაკეთოთ ხელმეორედ წარბები და წამწამები. მე ეს ნაწილი რა თქმა უნდა შემეძლო კამერის იქითაც გამეკეთებინა, მაგრამ მინდოდა გენახათ თითქმის დასრულებულ სათამაშოშიც კი შეიძლება კორექტივების შეტანა. თვალის ამოსაქარგად გამოვიყენებ ალიზე კოტონგოლდის თეთრი ფერის ძაფს, ჩავიდეთ აი გვერდიდან ორ თვალს შორის და ამოვიდეთ პირობითად თვალის თითქმის ზედა კუთხეში. აი ესე. შემდეგ ჩავიდეთ თვალის ქვედა კუთხეში, შუა ნაწილში და ამოვიდეთ მეორე თვალის ქვედა ნაწილში. აი ესეთ ნახეთ, უფრო მარტივად გავაკეთოთ. და შემდეგ ჩავიდეთ ისევ თვალის დაახლოებით, ანუ ორივე თვალს ვაკეთებთ ერთმანეთის პროპორციულად. თვალის პირობითად
ზედა კუთხეში. შემოვატრიალოთ სათამაშო, რადგან ესე ბევრად უფრო მარტივი იქნება ზუსტად იმ წერტილში ჩასვლა და პროპორციის განსაზღვროთ, ნახეთ. დავიდეთ პირობითად თვალი ზედა კუთხეში და გამოვიყვანოთ ზუსტად იმ წერტილში, საიდანაც გვაქვს პირველი თეთრი ძაფი ამოყვანილი. აი ნახეთ, ზუსტად ამოვყავს იმ წერტილში. აი ეს. თვალისთვის გამოვიყენებ მულინე შავი ფერის ძაფს, ჩავიდეთ აი ესე თვალის შიდა კუთხეში და გამოვიდეთ გვერდზე. ესე უფრო მარტივია. რადგან როგორც იცით, ჩვენ თვალები დამაგრებული გვაქვს პლასმასის უსაფრთხო დეტალებით და ის ცოტა ხელს გვიშლის თვალთან ახლოს ჩასვლაში. შემდეგ თვალის ზედა კუთხიდან ჩამოვიდეთ ერთი თვალით ქვემოთ, ორი თვალით გვერდზე, აი ესე და გამოვიდეთ მეორე თვალის შიდა კუთხეში. ზუსტად იმ წერტილის პროპორციულად, სადაც ჩავედით პირველ შემთხვევაში. აი აქ დააკვირდით თქვენც აუცილებლად, აი ესე და იგივენაირად ერთი თვალით ქვემოთ, ორი თვალით გვერდზე ჩავიდეთ და შავი ზაფით ზუსტად გამოვიყვანოთ იგივე წერტილში. ზუსტად, აი ნახეთ, ზუსტად იმ წერტილში. ამოვქარგეთ თვალები ირემს და უფრო ლამაზდება ჩვენი საახალწლო ირემი. მოდით ახლა გავუკეთოთ წარბები. წარბებისთვის გამოვიყენებ ისევ მულინეს ძაფს, ოღონდ არა 6 ფენით, არამედ მხოლოდ 2 ფენით, რადგან სათამაშო არის პატარა და 6 ფენით გაკეთებული წარბები გამოვა ძალიან უხეში. მოვჭრათ ესეთ პატარა დეტალები, ეს ხრიკი თქვენთვის უკვე არაერთხელ მაქვს ნაჩვენები. აი ესე მოვათავსოთ სახეზე და რომელი გამომეტყველებას თქვენ უფრო მოგეწონებათ, იმ გამომეტყველებით შეგიძლიათ შემდეგ დაუმაგროთ წარბები ირემს. შემდეგ კი იმ მეთოდით, რომელიც უკვე თქვენ ძალიან კარგად იცით ჩემი ვიდეოებიდან, ჩამალეთ თვალის და წარბების ძაფები. მე კი მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც ვიდეოს ბოლომდე ჩემთან ერთად იყავით, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.